ამ წუთებში ვიცე-პრემიერი სახელმწიფო მინისტრი ბრიფინგს მართავს პირდაპირ ეთერში ვრთავთ მამუკა მდინარაძეს. მოგესალმებით. ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტული მედია საშუალებების, ასევე აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლების და მათი პროპაგანდისტების მხრიდან მიმდინარეობს ორგანიზებული იერიშის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, უფრო კონკრეტულად კი საუბარია ახლად შექმნილ სამმართველოზე, რომლის მიზანი და ამოცანა საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შეურაცხყოფის წინააღმდეგ ბრძოლაა. სამმართველოს შექმნის შემდეგ შეუიარაღებელი თვალით მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს. რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას სამინისტროს და კონკრეტული სამმართველოს წინააღმდეგ. აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედია საშუალებები მთავარ არგუმენტად იყენებენ იმას, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს არ გააჩნიათ პრეტენზია. თავად კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მათთვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჩნდება. ჩვენთვის ეს სიახლე არ არის. საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად. ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედია საშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა. ამ ხალხს გარედავალების შესაბამისად მიზნად ჰქონდა დასახული გინების ნორმად დაწესება. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ზომები მათთვის მიუღებელია. საზოგადოებისათვის კი განვმარტავ, რომ სიძულვილის ენით საუბარზე და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე რეაგირება არ არის დამოკიდებული კონკრეტული პირის საჩივარზე ან პოზიციაზე. ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა იმის მიუხედავად, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად. ეს მიდგომა ემსახურება საჯარო ინტერესს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული პირის სუბიექტური აღქმა. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება. პირველ რიგში ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველო კიდევ უფრო აქტიურად მიიღებს პრევენციულ ზომებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხრას საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფის, გინების და ბულინგის ფაქტები და ქართულ საზოგადოებას აღარ ჰქონდეს იმისი განცდა, რომ შესაძლოა მოძალადე უმცირესობამ ვერბალურად იძალადოს კეთილსინდისიერ უმრავლესობაზე. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და გარწმუნებთ, ჩვენ ამ ვალდებულებას პირნათლად შევასრულებთ. დღევანდელ ბრიფინგზე ასევე მინდა შევეხო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც თვისებრივ გავლენას ახდენს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებაზე. პირველ რიგში ანტიკორუფციული ღონისძიებები, შესაბამისი უწყებები მოახდენენ არა მხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში. ასე მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა. 2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს 100-მდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე. სამსახურმა თავისი რეკომენდაციები და დარღვევების გამოვლენით უკვე მოახერხა ათეულობით მილიონი ლარის დაზოგვა თუ დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აუდიტის სამსახურიდან პროკურატურაში გადაგზავნილი მასალების თანხმობრივი გამოხატულება 50 მილიონი ლარია. რაც შეეხება თავად პროკურატურას, ამ შემთხვევაში ქვეყანას აქვს
ასევე შთამბეჭდავი შედეგები, მაგალითად, მხოლოდ ფულის გათეთრების ფაქტებზე ამოღებული და დაყადაღებული აქტივების ღირებულება 200 მილიონ ლარზე. ხოლო კონფისკაციას დაქვემდებარებული აქტივები 75 მილიონ ლარზე მეტია. ამ დანაშაულებზე სახელმწიფოსთვის და 170 დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი უკვე ანაზღაურებულია. გაზრდილი პოზიტიური შედეგებია დანაშაულთან ბრძოლის ყველა მიმართულებით, პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. პრაქტიკულად გასამაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით. პროკურატურის მიღწევებზე საუბრისას ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა. ბუნებრივია, შევეხები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან წარმატებულ საქმიანობასაც მხოლოდ ბოლო 2 თვის განმავლობაში. სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 6 პირი. მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთი გაბედული გადაწყვეტილებების ასეთ მოკლე დროის მონაკვეთში მიღება ბოლო რამდენიმე ათწლეულია სოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ. ამ პერიოდშივე დაკავებულია 3 პირი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე, წარმატებული მუშაობა გრძელდება სუსის მხრიდან ანტიკორუფციული მიმართულებითაც, საქართველოს ისტორიაში პირველად სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ექნება სამაგისტრო პროგრამის განხორციელების და უსაფრთხოების მაგისტრის კვალიფიკაციის მინიჭების უფლება. უსაფრთხოების სამსახური ყოველთვიურად ათეულობით ახალ კადრსაც იზიდავს, რითაც წარმატებით გრძელდება სამსახურის განახლება გადახალისების რეფორმა, შეიძლება ითქვას, რომ დინამიურად, ყოველდღიურად იმატებს სამსახურში შემოსული ინფორმაციების რაოდენობა. მნიშვნელოვანად უმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სპეცსამსახურისთვის აუცილებლობის მქონე ტექნიკური საშუალებების ხარისხი. შეიძლება უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდეთ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც. განსაკუთრებით შთამბეჭდავია შედეგები, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქაც მხოლოდ ბოლო 2 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნის და გამოვლენის შედეგები. სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა 6000-ზე მეტ ადამიანს, საიდანაც 500-ზე მეტი დაკავებული ნარკორეალიზატორი და ნარკორეალიზაციაში ჩართული პირია. ამ პერიოდის განმავლობაშივე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და პასუხისგებაში მისცა 100-მდე პირი ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებზე, უწყება სამართალდამცავი სისტემის ახალი მიდგომის შესაბამისად. დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის პარალელურად განსაკუთრებული წარმატებით მუშაობს დანაშაულის პრევენციაზე ეგრეთ წოდებულ რეალურ დროში, რის შედეგებიც უკვე აშკარად შესამჩნევი ხდება. ცალკე აღნიშნულ სიმსახურებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული ბრძოლა არასრულწლოვნების ტრაფიკინგის წინააღმდეგ და მოგეხსენებათ დღეს იყო ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ბრიფინგი. უმძიმესი სანახავია ბრალდებულების მხრიდან საკუთარი არასრულწლოვანი შვილების ტრაფიკინგის დანაშაულებრივ სქემაში ჩართვა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსი დანაშაულის მაქსიმალურ პრევენციასაც უზრუნველყოფს. ბოლო დღეებში უპრეცედენტოდ მასშტაბური საქმე გახსნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიის წლების განმავლობაში აწყობილ დანაშაულებრივ სქემას შეეხებოდა. რადგან დღეს სხვადასხვა უწყებებზე ვსაუბრობ, სარგებლობ შემთხვევით და ცოტა მოგვიანებით კიდევ ერთხელ დაარსების 32 წლის თავს ულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც სადღეისოდ უზრუნველყოფენ როგორც 18 უმაღლესი თანამდებობის პირის განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის და ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე ვიზიტატყოფი მაღალი რანგის დელეგაციების, ჩატარებული ფორუმების თუ სხვა მასშტაბური ღონისძიებების უსაფრთხოებას.
ბოლო პერიოდში სხვა აქტიური ღონისძიებების გარდა სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურის და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების იგივე დაშიფვრის მქონე მოდულით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რაც გულისხმობს 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენას და განეიტრალებას, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც ეს არის დღეს და ის თავის შესაძლებლობებით გამორჩეულია არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ უწყებების თითოეულ თანამშრომელს, რომლებზეც დღეს მაქვს საუბარი და რომლებიც თავდაუზოგავად მაღალი პროფესიონალიზმით და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურებიან საკუთარ საქმეს. ნამდვილად საამაყოა მათ მხარდამხარ სამშობლოს მსახურება. ერთი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა, როგორც უსაფრთხოების და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით. თუმცა, აქვე მინდა კაფიოდ და ყველას გასაგონად განვაცხადო. ჩვენი მიზანი არ არის ბევრი დაკავებული, ბრალდებული თუ დაჯარიმებული პირი. ჩვენი ქართული სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც არ ჯერდება მხოლოდ იმას, რომ დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენ ვზრუნავთ მაქსიმალურ პოზიტივზე და პოზიტიურ შედეგებზე, ყველა მიმართულებით, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ, განსაკუთრებით ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხის და მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის არსებულ პირობებში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დაველოდებით თქვენს კითხვებს. სოფო ბერძე, ტელეკომპანია იმედი. ბატონო, ჩემ პირველი კითხვა შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით რეალურ დროში მონიტორინგი. ამის მიზეზი არის მიზეზი პრევენცია, თუ არის ეჭვები, რომ მიუხედავად გამკაცრებული პოლიტიკისა, კვლავ არის კორუფციის ნიშნები სხვადასხვა უწყებებში. დიდი მადლობა კითხვისთვის. ეს არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ აუდიტის სამსახური, სხვადასხვა უწყებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, სუსი, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, ყველა ეს სამართალდამცავი უწყება მუშაობდა წარსულზე. ანუ თუ წარსულში გუშინ, შარშან და ასე შემდეგ ადამიანს ჰქონდა ჩადენილი დანაშაული ამის გამოვლენაზე. მაგრამ აუდიტის სამსახურიდან დაწყებული ყველა სამართალდამცავ უწყებას აუდიტის სამსახურს და სამართალდამცავ უწყებებს მიეცათ რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციის შესრულება და აღსრულება უკვე წარმატებით არის დაწყებული ბოლო 2-3 თვეა განსაკუთრებით. ისინი ახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში, რაც ნიშნავს რას? მაგალითად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, უწყებები კი არ მუშაობენ მხოლოდ ადრე წინა თვეში, წინა დღეს თუ წინა წელს ჩატარებულ რაღაც ღონისძიებაზე, ტენდერზე, შესყიდვაზე, სახელმწიფო შესყიდვაზე, არამედ რეალურ დროში ამოწმებენ, რამდენად რელევანტურია ფასი, რამდენად რელევანტურია მიდგომა, სატენდერო პირობები და ასე შემდეგ, რომ გამოირიცხოს მაქსიმალურად კორუფციის ნიშნები. ეხლა რას ნიშნავს კორუფციის ნიშნების გამორიცხვა? კორუფციის აღმოფხვრა აბსოლუტური სოფლიო ისტორიას ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანას დაეკვეხნოს, რომ ჩვენ კორუფცია აღარ გვაქვს ქვეყანაში. კორუფციის არ ქონა პირობითად შეიძლება ნიშნავდეს კორუფციის ყველაზე დაბალ დონეს და ხარისხს. ასევე ვერც საქართველოს სამწუხაროდ ვერ დაიტრაბახებს იმით, რომ კორუფცია აღარ არის ქვეყანაში და შეიძლება 10 წლის მერეც ასე იყოს, მაგრამ ჩვენი მიზანია რაც მეტი წელი დღე და თვე გავა, მით ნაკლები კორუფცია გქონდეს. ყოველთვის იქნება
კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და ჩვენ სოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ამის ამბიცია გვაქვს და გვიჩნდება გატარებული ღონისძიებების შედეგადაც, არსებობს პოლიტიკური ნება, არსებობს გატარებული ღონისძიებები, რომ ჩვენ ამაზე სერიოზულად ვიმუშაოთ, რომ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვიყოთ სოფლიოში კორუფციის მაღალი დონით, ამიტომ რეალურ დროში მონიტორინგი ხელს შეუწყობს კორუფციასთან ბრძოლას ამ მიმართულებითაც და ამ მიმართებითაც. კორუფცია რა თქმა უნდა კვლავ არის, რა თქმა უნდა კვლავ სულ ხდება კორუფციული ფაქტების გამოვლენა, მაგრამ დაზღვევა და არა შემდგომში გამოვლენა იქნება ერთ-ერთი საკვანძო ახალი და თანამედროვე მიდგომა ჩვენი სახელმწიფოს კორუფციასთან მიმართებაში. ჩემი შემდეგი შეკითხვა შეეხება გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეს. ხომ არ არის ამ საქმეში რაიმე სიახლე და ხომ არ გამოიკვეთენ სხვა სავარაუდო დამნაშავეები? თქვენთვის ცნობილია, რომ ეს არის ძალიან გახმაურებული ერთი მხრივ და მეორე მხრივ კაზუსუალურადაც კი იურისტები კარგად გამიგებენ და საზოგადოებაც ალბათ საქმე, სადაც ხდება მუდმივად საგამოძიებო მოქმედებების წარმოება და ერთ თემას აუცილებლად უნდა შევეხო, ვისარგებლებ ამ კითხვით, რომ დაზარალებული მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მათი ადვოკატები, მუდმივად საქმის კურსში არიან ჩატარებული საგამოძიებო თუ ჩასატარებელი მათ შორის და შემთხვევით არ ვამბობ ამას, ჩასატარებელი მიმდევრებით ლოგიკურად საგამოძიებო მიზნებისათვის ლოგიკურად ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და იციან რას რა შედეგი შეიძლება მოყვეს. კონკრეტული პირის მიმართ ჩნდება ეჭვი საქმეში, იცოდა თუ არა მან დაუშვათ ამ საქმეში და სხვა საქმეებშიც ასეა. კონკრეტული დანაშაულის შესახებ დამალა, ხელი შეუწყო, დაეხმარა, რასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები. ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზეც იგივე შემიძლია გითხრათ, ერთ-ერთ პირზე იყო საუბარი იქ და ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ინფორმაციულობის, ასე დავარქვათ, მაღალი დონე ამის ფონზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ამაზე ვერ საუბრობდა, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე და ვერ ჩინა განსაკუთრებულ სამართლოს და ამ წუთებში მე როგორც ვიცი და ჩემთვის როგორც ცნობილია, შეიძლება უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში. და ყველას ვთხოვ, ძალიან რთულია დაზარალებულთან ასეთი მიმართვის ავტორობა, მაგრამ მაინც ავიღებ ამასაც ჩემ თავზე და როდესაც ვიცით, აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით ყველა სიტყვას დაზარალებულს, ყველაზე მეტის უფლება აქვს, ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ამავე დროს ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც, არა მხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს, როდესაც საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც. დღეს მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკვე დაკავებულია კონკრეტული პირი, მაგრამ ეს თხოვნა და გაფრთხილება შეიძლება სხვა შემთხვევებშიც გამოგვადგეს. და ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ ხოლმე მოვლენებს, აბსოლუტურად მესმის და საყვედურის მაგვარსაც კი ვერაფერს ვეტყვით ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს, მაგრამ მათ ხავთ ხოლმე ადვოკატები, რომლებსაც შეუძლიათ ურჩიონ, რომ რაღაცნაირად დავაცადოთ საგამოძიებო ორგანოებს იმ მოქმედებების ლოგიკურ შედეგამდე მიტანა, რა მოქმედებების შედეგიც უნდა იყოს პირის ბრალდება და არა ეს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას ემოციურ ფონზე. არ უნდა იქნას, უბრალოდ ასე ვთქვათ. და ბოლო კითხვა მექნება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლოს ხდომასთან დაკავშირებით, იქ საზოგადოებამ საკმაოდ მძიმე ინციდენტი ნახა, თქვენ იყავით დარბაზში, ჩვენ არ მოგვისმენია თქვენი შეფასება. როგორ აფასებთ იმას, რაც თავად ნახეთ თქვენ? პირველი, რა თქმა უნდა, კარგი სანახავი არასდროს არის ჩხუბი. ეს არ არსებობს ნორმალური ადამიანის საღიგონების და ჯანმრთელი მენტალიტეტის, რომელსაც სიამოვნებს ჩხუბის ყურება. ეს ერთი. და მეორე, ამ დღეების განმავლობაში მუდმივ სპეკულაციებს ხედავთ ამასთან დაკავშირებით. და ერთ ძალიან საინტერესო ფაქტის შესახებ მინდა ხაზგასმა გავაკეთო. თუ გაგიგიათ,
ეს კარგია, ცუდია, მე ვილაპარაკოთ ამაზე, თუ გაგიგიათ მსოფლიოსში პრეცედენტი, რომ გამოძიება დაწყებული იყოს პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამო. თუ რა თქმა უნდა სხეულის დაზიანების რაღაც ხარისხი არ გააჩნია ადამიანს და ასე შემდეგ. გაგიგიათ ასეთი პრეცედენტი, ვინმე შეგიძლიათ, აი აქ უამრავი ადამიანი ბრძანდებით და თქვათ, რომ აი იაპონიაში ყოველ მესამე დღეს რომ ჩხუბობენ. და რაღა იაპონია ვახსენეთ, მაინც და მაინც ხშირია ჩხუბი. და ევროპის ქვეყნებში, მათ შორის სხვა ქვეყნებში პარლამენტში ჩხუბის გამო პასუხისგებაში მიცემული ადამიანი თუ გაგიგიათ ერთი შემთხვევა. ეს რატო ხდება? ეს შეიძლება კარგი იყოს, ცუდი იყოს, ამაზე მიმჯეროს, მაგრამ ეს ხდება იმიტომ, რომ აქ შემოდის იმუნიტეტის ფაქტორი. როდესაც უმრავლესობას, ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოში კი არა, უმრავლესობას იმუნიტეტის მოხსნის პრობლემა ექნება საგამოძიებო ორგანოებში, შეიძლება დავარქვათ საუკუნეების განმავლობაში თუ გადაზედმეტებული არ იქნება, რა თქმა უნდა, ჩემი ასეთი შეფასება, საუკუნეების, როგორც მინიმუმ 10 წლეულების განმავლობაში დაინერგა, ასე ვთქვათ, მსოფლიოში პრაქტიკა, რომ პარლამენტში მომხდარ ჩხუბებზე არასდროს გამოძიება არ იწყება ხოლმე და თუ იწყება არასდროს პასუხისგებაში არავინ მიეცემა. მე უმცირესობის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ამ მიდგომითვე პასუხობენ და ყველაზე გასაკვირი იცით რა არის? საერთოდ არ მინდოდა ხან ფაქტის გახსენება, მაგრამ გინებაზე და ხელის დარტყმაზე პასუხი ამაზრზენია ვიღაცების სამ ქვეყანაში და პირადად მე ვიყავი ობიექტი, ცოტა უხერხული გასახსენებელია, მაგრამ მოპარვით ვირთხულად დარტყმის გამო იგივე ემოცია არ გვინახავს ჩვენ, ხო? და თქვენ წარმოვიდგინეთ, ხა, ჩემს წინააღმდეგ, პირადად ჩემს წინააღმდეგ რო ესე მოპარვით და ვირთხულად დარტყმა ვიხილეთ. მე რო ვიღაცეებმა იქ ხელი დაარტყეს, თამდავს ხმელს. იმაზე რომ ბრაზდებოდნენ, პირდაპირ მსგავსი კორელაცია, იმაზე რომ ბრაზდებოდნენ, რომ როგორ დაარტყეს იმ ადამიანს ხელი, ჩემი და ჩვენი თანაგუნდელების პასუხი რაც იყო და მდინარაძეზე თავდასხმა ეს არაფერია, უწონებდნენ კიდევაც. თუ მორალზე ვლაპარაკობთ, ადამიანმა როგორ მოხდა ეს ყველაფერი, იმაზეც ვილაპარაკობთ. გავიდა გამოსვლელი გვარი დამაუწყდა შარაშიძე, სპეციალურად დავალებ მანამდე ნახეთ კადრები. გავიდა და იღებს დავალებას და ჩვენ კარგად ვიცით ვის ვარაუდით შეგვიძლია და ისეც ინფორმაცია გვაქვს ხო ყველა ვისგანაც იღებს დავალებას რომ პროვოკაცია უნდა მოეხდინა წამოეკიდებინა ვინმე შემოვიდა დაიწყო ისაუბარი შეურაცხყოფელი პრემიერის მიმართ რაც დაიწყო ამაზე სიტყვიერი პასუხის გარდა ვერაფერი მიიღო და მეორე მათგანმა ფარულავამ დაიწყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პირველი მან მოიქნია დასარტყმელად ხელი პირველი მან შეიგინა მიიღო პასუხი სამწუხარო გასაგებია არავის არ მოგწონს ეს არც მისი ხელი მოკნეული მოგწონს და არც სხვისი მოკნეული ხელი და ამაზე ითხოვენ და თან განცხადებაა ჩემთვის ცნობილია პროკურატურიდან ეს არ დაგიმალავთ განცხადებაა შესული სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთო გამოძიება მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურებრივ მოვალეობის შესრულების დროს ანუ დედის გინება თუ მათი სამსახურია თქვან ესეთი უმეცრება ერთი იურისტი არ ყავთ როგორც ჩანს გარშემო რომ უთხრან ეს არ შეიძლება იყოს სამსახურების საქმიანობის დაკავშირებით სამსახურების საქმიანობის დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო ჩემს მიმართ აი ესე რომ მოგეპარება ვიღაცა ვირთხულად და ხელს დაგარტყავს როცა შენ სამსახურებ მოვალებას ასრულებ ამ საქმიანობის დაკავშირებით ეს შეიძლება ყოფილიყო მაგრამ მაშინ არც კი მიფიქრია რადგან ეს პრაქტიკა იყო ვეთანხმებოდი ამ პრაქტიკას თუ არ ვეთანხმებოდი არც კი მიფიქრია საჩივრების წერა იმიტომ კი არა რომ თქვა ეს რაღაც ძველბიჭური მიდგომის შედეგია საერთოდ შორს ვარ ამ ყველაფრისგან იმიტომ რომ ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა და მივიჩნიე რომ საჩივარი ამ შემთხვევაშიც კი როცა დანაშაულის ნიშნები კლასიკური თვალსაზრისითაც იყო აშკარად გამოკვეთილი და სახეზე ამ შემთხვევაშიც არც მიფიქრია ერთი წამით რომ შესულიყავი პროკურატურაში განცხადებით თორემ ყველა დაიჯერებს რომ ამის რეალიზაციის მეტი საშუალება იქნებოდა ხალხის გამოსახედიდან როგორც მინიმუმ ხო და ახლა როდესაც თვითონ დაიწყეს პროვოკაცია თვითონ დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა თვითონ მოიქნეს პირველი ხელი და ამაზე რეაქციაზე საჩივრებს წერენ და თან სამსახურებრივ დედის გენებაზე მოკნეულ ხელს და ხელის მოკნებაზე საპასუხო რეაქციაზე საჩივარს წერენ რომ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდითო მაშინ თქვას რომ ფარულავამ მაგალითად რომ ხელის ქნება ხელის დარტყმა და დედის გინება არის მისი სამსახურებრივი მოვალეობა როგორც ჩანს გახარიასგან ეს ვალდებულება აქვს დაკისრებული და ეს მიაჩნია სამსახურებრივ მოვალეობას ამ სისულელს ნორმალური
ჭკუადმყოფელი და იურისპრუდენციასთან ახლოს დგომი ადამიანი ალბათ არ გააკეთებდა ასეთი ფორმით საჩივრის შეტანას მით უმეტეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დაზუსტება მექნება გარდა საჩივრისა ისინი საუბრობენ რომ ეს არის დასტური სისტემური ძალადობის ხელისუფლების მხრიდან ამაზე რას უპასუხებთ კონკრეტული ინციდენტი სოფლიოს ყველა ქვეყანაში ყოფილა სისტემური ძალადობა დამკვიდრებული იმიტომ რომ მე პრაქტიკულად არ მახსენდება პარლამენტი, სადაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ ყოფილიყო და მსგავსი ინციდენტები. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც სოფლიოშია დამკვიდრებული. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. როდესაც აღშფოთდები მოქნეულ ხელზე, დარტყმულ ხელზე პასუხით, დედიზგინებაზე პასუხით და არ გვახსოვს იგივე ვირთხულად მიპარული დარტყმის გამო ეს ერთი მხრივ უმორალობაზე და მეორე მხრივ კანონის და დამკვიდრებული საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის უცოდინრობაზე მიუთითებს. მოგესალმებით ბატონ მამუკა. ახლა პარლამენტს მიღმა დარჩენილ ოპოზიციაზეც მინდა გკითხოთ, სადაც რამდენიმე კვირა უკვე აქტიურ დაპირისპირებას ვადევნებთ. თვალყურს მათ შორის კერძოდ ნაციონალურ მოძრაობაში და კერძოდ წახალისებულს თავად მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არაერთი განცხადება, მათ შორის შეურაცხყოფელი საკუთარი თანაგუნდელების მხრიდან მიმართ ვნახეთ. ამავდროულად ალიანსი, რომელიც ისიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, ფაქტობრივად დაიშალა ორ თვეში და ეს ადამიანები ყველანი ერთად რამდენიმე წლის წინ ჩვენ გვახსოვს აცხადებდნენ პრეტენზიას, რომ ქვეყნის მართვის კოალიციური პრეტენზია ჰქონდათ, რომ შევაფასოთ ზოგადად ოპოზიციური პოლიტიკური ლანდშაფტი ამ გადმოსახედიდან და რა მომავალი შეიძლება ქონოდა ქვეყანას იმ შემთხვევაში თუ კი მათი პოლიტიკური მიზნები იქნებოდა მიღწეული. რამდენად ჰქონდათ მათ იმით რესურსი, რომ კოალიციაში ემუშავათ სადმე, როცა ერთი თვე ერთად ვერ არიანად. ჩემი აზრით ჩვენ მოგვიწევს გათვითცნობიერება იმის, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი ესეთი არ არსებობს ქვეყანაში. ამით გათვითცნობიერება მოგვიწევს. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის. არსებობს აგენტურა, რომელიც უკვე იყო ხელისუფლებაში და ასრულებდა დავალებებს და ამ დავალებების სავალალო შედეგები ჩვენ ვნახეთ, საკუთარ თავზე გამოცადეთ ბერმა და ბერმა ოჯახის წევრზე, მეზობელზე, ნათესავზე და საკუთარ ქვეყანაზე გამოსცადა და შედეგი მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში იქნება ისევ აგენტურის მიერ დავალებების შესაბამისად ქვეყნის მართვა. რა ჩვენ არ უნდა დავუშვათ. და ამ არ დაშვების აუცილებელი პირობა რომ გავათვითცნობიეროთ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს აგენტურა, რომელიც იღებს დავალებას, აგენტურა, რომელიც შემდეგ აფინანსებს მისი გავლით მედია საშუალებებს, აგენტურა, რომელსაც მოეჭრათ დაფინანსების ჩაეხსნათ უბრალოდ დაფინანსების წყაროები ფარას კანონის მიხედვით, გამჭვირვალობის კანონის მიხედვით და ეხლა კიდევ უფრო დაზუსტებულია და ჩვენ კარგად გავთვალეთ ეს სულები და სწორედ ამიტომ იყო რუსული კანონის ჭყალებში, რა თქმა უნდა, ორწლიანი ფეიქ კამპანია საუკუნის თაღლითობად წოდებული. სწორედ ამიტომ იყო მათ ხომ ჩვენზე არანაკლებად კარგად იცოდნენ, რომ მთავარი დაფინანსების არხი, აგენტურის მთავარი დაფინანსების არხი იჭრებოდა გამჭვირვალობის კანონით. ამიტომ იყო ასეთი ისტერია, თორემ დღეს კანონი მუშაობს, არაფერი განსაკუთრებული ხდება, არაფერი განსაკუთრებული. და უბრალოდ ხედავთ დასუსტებულ ოპოზიციას, მეტი არავის არაფერი შეტყობია. ეს არის შედეგი ამ კანონის მუშაობის. ოპოზიცია, რომელიც წარმოადგენს რეალურად დასუსტებულ აგენტურას. აი მის გათვითცნობიერებას თუ შევეცდებით და თუ მივხვდებით, რომ ჩვენ არ გვაქვს ოპოზიციასთან საქმე, ჩვენ უბრალოდ მას ხანდახან ვუწოდებთ ოპოზიცია და რეალურად აგენტურასთან გვაქვს საქმე და აგენტურულ ჯგუფებთან, მაშინ კიდევ უფრო სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ და დასკვნებს გამოვიდეთ. ბატონო მამუკა, თქვენ ისაუბრეთ უკვე ოპოზიციურ ფლანგზე, თუმცა მე მინდა გითხოთ უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე და ამ პროცესებში იგივე მიხეილ სააკაშვილის როლზე. როგორ ფიქრობთ, ის აძლიერებს თუ ასუსტებს ამ შემთხვევაში საკუთარ პარტიას, როცა ცალკეულ განცხადებებს აკეთებს? აი, მაგალითად, ერთ-ერთი განცხადება იყო, გუშინ და ციტატას დაგეკითხავთ, სვეცკი ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენ მოვიყვანეთ თინა და სვეცკებმა ხმა მაინც არ მოგწეს. ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიციაო. აი, იმ პროცესების ფონზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს ნაციონალურ მოძრაობაში, მათ კონკრეტულად ამ პარტიის პოლიტიკურ მომავალს როგორ ხედავს და ამ მომავალში მათი ლიდერის როლს? მათი ლიდერი იყო მათი მმართველობის დროს
სანიმუშო შემსრულებელი დავალებებისა. ამ ქვეყანაში აგენტურული ჯგუფებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი აგენტურული დავალებების შესრულებაში და ამიტომ მას თავისი როლი რჩება და განსაკუთრებული როლია ეს არა მხოლოდ მის პარტიაში, არამედ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ფლანგზე, სინამდვილეში აგენტურულ ჯგუფებში. და ის დღეს ეპრანჭება თავიანთ გადაჭრებების გარეშე შემთხვევით არ წამომცდენია ეს სიტყვა, ეპრანჭება თავის პატრონებს და ცდილობს მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ გააჩნია გავლენა იმდენ რომ გააკეთონ მასზე არჩევანი. მისი ეს გამოხტომები მხოლოდ ამას ემსახურება. იქ ჩვენ არ უნდა დავიჯეროთ რაღაც სიგიჟეები, რასაც ისინი ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ აი შიდა გადანაწილება ოპოზიციურ ველზე, აი ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი. არაფერი მსგავსი ხდება, რა თქმა უნდა, იქ პიროვნული მომენტები იქნება და საკუთარი ეგო განსაკუთრებით ამბიციურ ადამიანებს, განსაკუთრებული ამბიციის მქონე აგენტებს ზალავთ ხოლმე, ამისი გამოხატულებაც არის ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალების მოსინჯვასთან, პატრონებთან გაპრანჭვასთან და აგენტურული ძალაუფლების გადანაწილებასთან. ეს უნდა გავათვითცნობიეროთ. და კიდევ ერთი შეკითხვა მექნება, უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნის, ყოფილი პროკურორის დავით საყვარელის განცხადებას. ნახავთ ალბათ საძის საუბრობს, რომ აი ამ რთულ საკმაოდ რთულ ვითარებაში, როდესაც დაძაბული არის თქვა ახლო აღმოსავლეთში ფლავინდებურად ვითარება და საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში განთავსებულიყო სამხედრო ბაზები, თუნდაც მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების. როგორ ფიქრობთ, გარკვეულწილად ეს რაღაცა ომის საწყში რატომ ხედავენ მაინცა და მაინც ბენეფიტებს ყოფილი მმართველი პარტიის წარმოადგენლები? თქვენ გახსოვთ ბევრი მათ შორის ნეიტრალურად ესე უწოდებენ ხოლმე საკუთარ თავს განწყობილი ადამიანის მესიჯები, როდესაც ზელენსკი გამოვიდა და თქვა, რომ ელჩი საქართველოსთან გაიწვია ორი მიზეზით. სანქციების დაწესებაზე უარი რომ თქვა საქართველომ და მთავრობის თანხმობით მოხალისე მებრძოლები რომ არ გაგზავნა უკრაინაში. ხო გახსოვთ? დღეს ხომ იგივე წარმატებით, როგორც მაშინ ამტკიცებდნენ რაღაცეებს, ვიღაცები გვეუბნებიან, რომ რა ომის დაწყებაზე თქვენ კულისებში ვინ რა გითხრათ. ამას ნუ დაიჯერებენ კი ბატონო, მაგრამ რაც გარეთ გამოვიდა საჯაროდ, რა განცხადებებსაც უკრაინის მაღალჩინოსნები აკეთებდნენ და რა განცხადებაც ზელენსკიმ გაიწვია და რისთვის გააკეთა და რისთვისაც გაიწვია ელჩი. ეს მათი გონების გახსნისთვის, ვინც აგენტი არ არის და ამ აგენტს უჯერებს, საკმარისი არ უნდა იყოს? არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ. თუ კი ვინმე კიდე ფიქრობს, რომ ეს ჩვენი მოგონილი ამბავია, ომის დაწყება, ომში ჩათრევა და ასე შემდეგ. აქ ცოტა რომ გაგებზაროს აგენტმა რაც მოგაწოდა ინფორმაცია, იმ ინფორმაციაზე ესეთი რწმენა საკმარისი არ იყო ზელენსკის განცხადება დღევანდელი გადასახედიდან. და აი ეს განცხადება და მსგავსი განცხადებები მე არ ვიცნობ ამ განცხადებას, მაგრამ არ არის ამისათვის საკმარისი. ბაზები განთავსდეს, სანქციები დაუწესეთ, მოხალისე მებრძოლები გაგზავნეთ. საბრძოლო მასალა გაუგზავნეთ. ეს მაინც საკმარისი არ არის საიმისოდ, რა ზრახვები აქვს, რა მიზნები აქვს საქართველოსთან მიმართებაში? თუ მაინც და მაინც უნდა ნახოს ვიღაცამ ჩანაწერი, რომ ვიღაც მოდის და შედით სასწრაფოდ და იწყეთ ომი და მე ჩვენ მოგეხმარებით და იქნებ პარტიზანული ბრძოლებით თავი გაიტანოთ. ეს უნდა გამოვარდეს მაინც და მაინც, რომ დაიჯერო ელემენტარული რეალობა და გონება გაგეხსნას, არ ვიცი. მე მგონია, რომ ყველა მათი ნაბიჯი ფრთხილად, შეპარვით, ერთ პერიოდში საერთოდ უარყოფდნენ მსგავს განცხადებებთან კავშირს, ახლა კიდევ აპარებენ როგორც ჩანს საქართველოსთან მიმართებაში. აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ რაღაც დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი. უმნიშვნელო, რომელიც პატარა დარტყმას ვიღაცას თუ რაღაცას მიაყენებს. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ. საქართველოს ინტერესში არ შედის ეს. შეიძლება ყველას ინტერესში შედიოდეს, მაგრამ ეს არ შედის საქართველოს ინტერესში. და საქართველო არასდროს და მისი ხელისუფლება აგაკეთებს იმას, რაც ქვეყნის
ეროვნულ ინტერესში არ შედის. გამარჯობა, რუსუდან დუმბაძე, ტვ1. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. თქვენ ბრიფინგზე ისაუბრეთ ანტიდრონების სისტემაზე და თუ შეიძლება გკითხავთ რას უკავშირდება ეს იქნება განკუთვნილი მაღალი თანამდებობის პირების დაცვის უზრუნველსაყოფად თუ რაიმე საფრთხე არსებობდა წინასწარი ინფორმაცია თუ პრევენციისთვის მოხდა ამ სისტემის შეძენა. თქვენ რაც ვერსიად მოიტანეთ ასე რომ იყოს ან არ იყოს ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი სპეცსამსახური მსოფლიოში ცდილობს თუ მას აქვს ამისი მატერიალური შესაძლებლობა და ნება რომ ასეთი სისტემები ულტრათანამედროვე შეიძინოს იმისათვის რომ თანამდებობის პირი იქნება ჩატარებული ფორუმი იქნება დიპლომატიური მისია იქნება ჩამოსული არაერთი ათეულობით დიპლომატიური მისია რომელიც ქვეყანაში მოქმედებს მათი დაცვის ღონისძიებები იქნება თუ სხვა ნებისმიერი ღონისძიება ამ ობიექტების დასაცავად იყოს შეიარაღებული ულტრათანამედროვე ტექნიკით და აი ეს არის ელემენტარული და მარტივი პრიმიტიულიც კი გადაწყვეტა როდესაც შენ ამის საშუალება გაქვს და საშუალება მხოლოდ მატერიალურს არ გულისხმობს სხვათა შორის როდესაც ამის საშუალება გაქვს შეიძინო ასეთი სისტემა რადგან ეს არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში, ანუ უნდა ვიგულისხმოთ, რომ არა მხოლოდ თანამდებობის პირების დაცვისთვის იქნება, არამედ ზოგადად სტუმრებისთვისაც, მათ შორის ფორუმებზე, თუ თავდაცვის სისტემის უზრუნველსაყოფად არის. ძალიან დეტალური ინფორმაციას ვთხოვთ ახლა. აი ცით რატომ გეკითხებთ, ანუ ახლა რატომ გახდა ამის საჭიროება ეს მატერიალური და სხვა შესაძლებლობა გაჩნდა? ახლა გახდა საჭიროება იყო 30 წლის წინაც, როცა დრონი არ არსებობდა, თუ კი რამე საფრენი აპარატი შემოფრინდებოდა სადღაც, მაგრამ ახლა საჭიროება კი არ გახდა თვითონ კითხვა არის არასწორი მე კითხვას კი არ გისწორებთ მოცემულობას ახლა რაიმე საფრთხე არის საფრთხე ყოველთვის არის ყველა ქვეყანაში დაცვა ნიშნავს იმას რომ საფრთხე არის დაცვა არ იარსებებს და საფრთხე რო არ არსებობდეს ასეთ პრიმიტიულ თემებამდე არ უნდა დავიდეთ საფრთხე რადგან ვიღაცას იცავს დიპლომატს თანამდებობის პირს უწყებას ობიექტს სტრატეგიულ ობიექტს საფრთხე ყოველთვის არსებობს ეს აპრიორი ასე განიხილება ეს კლასიკაა ეს არის პრიმიტიული კლასიკა და როდესაც არსებობს საფრთხე არსებობს საფრთხის გადაჭრის და პრევენციის გზებიც მათ შორის ერთ-ერთი არის უსაფრთხოების სისტემის თანამედროვე საშუალებების შეძენა ჩვენ გასულ პერიოდში მე გავიგეთ ასეთი ინფორმაცია რომ საოკუპაციო რეჟიმები შეიარაღა რუსეთმა დრონებით რაიმე კავშირში არის ამ ფაქტთან ასე რომ იყოს მაინც ვერ გეტყოდით ახლა და ისეთ კითხვას მისვათ რომელიც პირდაპირ მტრული პასუხი ვიღაც ჩემ ადგილზე გამოუცდელი რომ მიდგეს შეიძლება პასუხი მიიღოთ ისეთი რომელთაც დაღუპოთ ქვეყანა ძალიან გთხოვს ასეთ კითხვას არა კითხვა გაჩნდა რატომ გადაწყდა არა კითხვა შეიძლება ისეთი გაჩნდეს რომელმაც დაღუპოს ქვეყანა თქვენ გიჩნდებოდათ ხოლმე ასეთი კითხვები და ყოველთვის გთხოვდით და მიგითითებდით რომ იმიტომ კი არა რომ მე უფლება მაქვს კითხვაზე მიგითითოთ იმიტომ რომ პასუხი რაღაც შეცდომა ადამიანები ვართ ყველა შეიძლება ყველამ დაუშვას ამაზე რომ პასუხი რაღაც კონკრეტული გაგცეთ ამისი შესაბამის მოცემულობა რო იყოს არ არის შეიძლება მაგრამ ამის შესაბამის მოცემულობა რო იყოს შეიძლება იყოს დამღუპელი თქვენი ქვეყნისთვის ჩვენი ქვეყნისთვის და რატო აკეთებთ ამას ხო შეიძლება რომ ადამიანი ვარ მეც და რაღაც შეცდომა დავუშვათ როგორც გადაწყვეტ და როგორც სწორად აი ესე გადავწყვიტე რომ მე პასუხი აი ესე გადავწყვიტე ამ დავაზღვე სხვა გამოუცდელი ნახეთ მე ასე გადავწყვეტ გაქვთ ისე მიპასუხოთ როგორც მიიჩნევთ სწორად ისე მიპასუხოთ მე და რატო მოწყვეტილ არა ახლა მე ნუმა დანაშაულებთ იმაში რომ თქვენ გადანაშაულებთ კაცო მე გეუბნებით რომ თქვენი ასეთი ჩემი აზრით პროვოკაციული კითხვის საპასუხოდ ვიღაცამ რო შეცდომა დაუშვას ეს შეიძლება იყოს დამღუპველიც კი ქვეყნისთვის და ამიტომ ასეც სივრცეს გააჩენთ გთხოვთ ასევე თქვით რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეთ 6 პირი ჩვენ თქვენს დავაკავეთ 4-ია დაკავებული და 2 ძებნილია სამის შესახებ ვიცით შეგიძლიათ დანარჩენების შესახებ რა ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ სამის შესახებ 6-ის შესახებ რატო არის 6 ვეზირზე იყო გიორგი უძილაური და კიდე ერთი პირი იყო ვინც დააკავეთ სახელი და გვარი მეც არ მახსოვს ყველასი და შეგიძლიათ გითხრათ ანუ სხვა ძებნილების თუ დაკავებულების შესახებ გითხრათ რა ქვეყნებთან რომელ ქვეყნებთან იყვნენ კავშირში კავშირში იყვნენ ისინი ყველა მიმართულებით ქვეყნებთან სხვათა შორის და ეს ქვეყნები ერთმანეთთან დაპირისპირებულ ურთიერთობაშიც კი არიან ასე შემიძლია გითხრათ დღევანდელი საყოველთაო ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე სხვა მიმართულების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ ერთი მათგანი იყო მაგალითად ერთი და მეორე სპეცსამსახურისთვის მუშაობდა
ერთ-ერთი მათგანი მუშაობდა ორი სპეცსამსახურისთვის. ეს დაკავებულზე საუბრობთ თუ ძებნებზე? დააკავებულზე დიახ. ევროპულ ქვეყნებს გულისხმობთ? ერთ შემთხვევაში ევროპული ქვეყანაა, მეორე შემთხვევაში არა და ასე შემდეგ. კარგი, კიდე ერთი კითხვა მაქვს გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლებთან დაპირისპირებაზე, რაც მოხდა, თქვენ ბევრი ისაუბრეთ, ისინი პირიქით საუბრობენ, თქვენ გადანაშაულებენ, უფრო მეტიც ისინი ამბობენ, რომ ეს ხო წინასწარ განზრახული და დაგეგმილი დაორგანიზებული თავდასხმა მათ წევრებზე. განსხვავებულ ვერსიებს ვისმენთ თქვენი მხრიდან, მაგრამ კადრები არსებობს და საკმაოდ მძიმე დაპირისპირების ამსახველი კადრებია. თქვენ იმყოფებოდით დარბაზში, ისევ როგორც პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე. დღევანდელი გადმოსახედიდან შეგეძლოთ რაიმე გაგეკეთებინათ, რომ ეს რამდენიმე წუთიანი, საკმაოდ ხანგრძლივი, სხვების გვინახავს, მაგრამ ხანგრძლივი დაპირისპირება როგორმე განეიტრალებული იყო დარბაზში. სამწუხაროდ ერთ სპეციფიკასაც გეტყვით. მე კიდევ კარგი თავი არ მეგონა კვლავ პარლამენტის წევრი 8 წელი შენობაში გავატარი და არ ჩავერიე ისე როგორც სხვა დროს ვერ ეუდი ხოლმე და ხშირ შემთხვევაში განეიტრალებასაც ვახერხებდი. ამ შემთხვევაში მე გათავისებული მქონდა და გამახსენდა კიდევ კარგი ამაზე საუბრობ, მე სხვებთან ერთად ვიყავი დაცვის ობიექტი. და არ შეიძლება დაცვის ობიექტი ასეთ ჯგუფში ჩაერიოს, იმიტომ რომ ამას შეიძლება სხვა ძალიან ცუდი შედეგები მოყავს. დიდი უპასუხისმგებლობაა დაცვის ობიექტი, ადამიანი რომელსაც ყავს დაცვა, ჩაერიოს ასეთ ქმედებებში, ამიტომ შესაძლებლობა იყო ნულოვანი ჩვენი თუნდაც რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნები ქონდა განეიტრალების. იმიტომ რომ ავტომატურად ერთვება დაცვა და მოქმედებს ობიექტის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს დაცვის თითოეულ თანამშრომელს და მე ამას ვერ გავაკეთებდი. პარლამენტის თავმჯდომარეს ხომ შეეძლო მიკროფონი ჩაერთო და მოეწოდებინა, ესეც არ მომხდარა. მგონი მოუწოდა კიდევაც და აი ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ისინი როცა ამბობენ, რომ ეს ხო წინასწარ დაგეგმილი და დაორგანიზებული, ერთ-ერთ არგუმენტად ესეც მოჰყავთ, რომ აი თვალწინ ხედავდა მთელი მთავრობა და პარლამენტის თავმჯდომარე ამ ყველაფერს და რეაგირება ნულოვანი იყო მათი მხრიდან. თქვენ ხო ბრძანეთ მათი არგუმენტი. მე მიგითითეთ ფაქტზე, რომელიც თქვენ გამოტოვეთ, ეხლა და მათი არგუმენტი მოიტანეთ მაინც და მაინც. მე მიგითითეთ ფაქტზე. შარაშიძე, რომელმაც სცადა პრემიერის შეურაცხყოფა და პროვოკაცია ამით, გასული იყო მანამდე ნახეთ კადრები, ისაუბრა ტელეფონზე ნახეთ ამისი კადრებიც, შემოვიდა, როდესაც მან ვერ მოახერხა ფიზიკური დაპირისპირების დონემდე მიყვანა საკუთარი პროვოკაციის, შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, დედის გინებაზე გადავიდა ვინმე ასევე დეპუტატი გახარიელი ფარულავა. თუ მე ვტყვი, ახლავე მემითითეთ. პირველი დასარტყმელად ხელი მოიქნიათ არა მან. ესეც პირველი შეიგინათ ვარაუდი შარაშიძე ვისე საუბრა, ჩვენ არ ვიცით და მაგას ვერ ნახეთ კადრები. ეს ჩემი ვარაუდი კი არ არის, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის დასადასტურებლად თქვენ ნახეთ კადრები. ეს ერთი. მეორე. ადასტურებთ თუ არა, თქვენი თვალით რას ნახეთ? ამის დადასტურების თავი თუ გაქვთ უკაცრავად ასე რომ მოგმართოთ ამ შემთხვევაში, მოდი ეს ვნახოთ ახლა. პირველი ხელის მოქნება იყო თუ არა ხელაძის მიმართ ფარულავას მხრიდან. პირველი გინება იყო თუ არა მისი მხრიდან. ამას ადასტურებთ თუ ვერ? გინება სადმე ისმის, თქვენ გესმოდათ ეს დარბაზში გინება? კი, ისმოდა. კადრებში არ ჩანს. ყველას ესმოდა იქ. ყველას გორდულაძეს რომ დედას აგინებს და ამის მერე რომ გაიწია მისკენ გორდულაძემ და ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდა, ეს არ გაქვთ ნანახი? ხმაც ისმის და ტუჩების მოძრაობითაც მიხვდები ადამიანი. ანუ თქვენ ნახეთ გორდულაძე რომელ მონაკვეთს ამობთ? გორდულაძე როცა პირველად როცა ის ჩაერთო ინციდენტში. პირდაპირ მის მისამართით იყო თუ არა დედის გინება, ამას ვერ ადასტურებთ? ანუ თქვენ ხა ვერ ადასტურებთ, ვერ ამბობთ. ამის მისუფლებას არ გაძლევენ, რომ თქვათ რომ დიახ, პირველად ფარულავამ მოიქნია ხელი და დაარტყა ხელაძეს, დიახ, პირველად მან მიაყენა შეურაცხყოფა. ანუ ამით გამოირჩევა ის ვერსია, რომ ოდიში. რასაც თქვენ ახლა კითხვაში პროპაგანდირებთ, ეს ვერსია გამოირიცხება ელემენტარული თვალით და ყურით ნანახი და გაგონილი ფაქტის დადასტურებით. და ამ ეს არ შეგიძლიათ და როგორ გავაკეთოთ? ეხლა როგორ მოვიქცეთ ჩვენ? მე გიბრუნებ კითხვას, რომ თქვენს კითხვაზე ამომწურავი პასუხისათვის ჭირდება ელემენტარული დასტური. იყო თუ არა პირველი შეურაცხყოფა ფარულავას მხრიდან და იყო თუ არა პირველი ხელისმოქმედება და დარტყმა თუ მისი მცდელობა ხელაძის მისამართით.
იყო ასე თუ არ იყო? ბატონო მამუკა, TV პირველის მიერ გადაღებულ პასუხი გჭირდება. სხვა კადრებს რა არ დავინახე, უყურებთ? რა დავინახე. სხვა კადრებს არ უყურებთ, სხვა ტელევიზიების მიერ გადაღებულს, TV მარტო პირველის თქვენას გადაიღებთ. კადრებშიც კარგად ჩანს, თავიდან ბოლომდე ჩანს, როგორ განვითარდა მოვლენები. არის შელაპარაკება გიგა ფარულავასა და ამას ხომ პასუხობთ, რა შორის. ჩანს? რა ჩანს? და შემდგომ პირველი ვინ დაარტყა, ვინ შეიძინა? ხელებს იჭერენ, ერთმანეთის ხელებს იჭერენ. მიდის ძიძგილაობა და პირველი დასარტყმელად ვინ იქნეს ხელს? ჯერ ირაკლი ხელაძე ესაუბრება ხელებით, შემდეგ გიგა ფარულავა იჭერს მის ხელს, შემდეგ მეორე ხელზე გადადიან და იწყება დაპირისპირება. როგორ იწყება დაპირისპირება? დარტყმით ბატონო მამუკა. ვის მხრიდან? გიყვებით რომ პირველი ხელაძე ესაუბრება ხელით. ვისი მხრიდან დარტყმით იწყება დაპირისპირება ძიძგილაობის შემდეგ? თქვით, ნუ გეშინიათ. არ გაგაგდებენ გარანტიას გიყვებით, თორემ რომ მეშინოდეს აქამდე საქმედოდი და არ თქვით, აბა შეეცადეთ რომ თქვათ, ვისი მხრიდან დარტყმით? ვისი მხრიდან? ხელებით იწყება. ძიძგილაობა. ვისი მხრიდან ხელის მოქნევით? ირაკლი ხელაძე ესაუბრება ხელებით, რა ხელსაც იჭერს გიგა ფარულავა. შემდეგ გადადიან მეორე ხელზე. არა? ვინ მოუქნია დასარტყმელად პირველი ხელი? და პირველი ხელი მე რა ვიცი რომელი იყო მოქნება ბატონო გასაგებია ყველაფერი. ხელის მოქნება რომელი იყო მე რა ვიცი და საზოგადოება საყენებს საქმის კურსში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. აი თქვენ ახლა ამაზე გაქვთ აქცენტი. ასეთ საოცრებასთან გვაქვს საქმე. თქვენ ჟურნალისტი TV პირველი წამყვანი როგორც თქვენი თანამდებობები გიწოდებენ, მოქნება არიცით რა და პოლიტიკურ ამბებს უყვებით საზოგადოებას. შეიძლება ადამიანმა მოქნევად ჩათვალოს ხელი რომელსაც გააკავებ. რომელსაც ასე ანუ თუ ხელით მესაუბრები და გაგაკავებ ხელით შეიძლება მოქნევად ჩაითვალოს ის. მაგრამ თქვენ აი ამ ინციდენტზე არა ერთი წამი გესაუბრებით. კი ბატონო. ამ ინციდენტზე ამახვილებთ ყურადღებას და შემდეგ აიგნორებთ მთელ რიგ ცემას თუ მუშტებს, რომელიც თქვენი თანაგუნდელების მხრიდან იყო, არ ვაიგნორებ, იყო და სამწუხარო სანახავი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი იყო პასუხი დედის გინება და ხელის დარტყმაზე. პასუხი სამწუხარო პასუხი, მაგრამ პასუხი ეს კარგი კი არ არის. ეს კარგი კი არ არის. ეს კარგი კი არ არის. ყველა მათ შორის უპასუხა დედის გინებას და ხელის დარტყმას საკუთარი თანაგუნდელის მიმართ. აი ეს არის, რაც სამწუხარო ასევე ეს გამართლებული კარგი კი არ არის. კარგი კი არ არის. არის სუდი, მაგრამ პასუხი. სამწუხაროდ იმართლდება? გიგა ფარულავას ლაშა ტალახაძე რომ არ ტყამს. შედეგი რა გინდა თქვენ? არა, მე მესმის თქვენი განცხადება, რომ ეს იდეალური შედეგი თქვენს რა იქნებოდა? შედეგი. აი ამ მოხდა ეს ყველაფერი. შედეგი რა არის? პოლიტიკური პასუხისმგებლობა. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ მეც მათ ბოდიში. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებ მეც მათ შორის არის სუდი და საზოგადოებამ გადაწყვიტოს ეს სწორი იყო, არასწორი იყო, კარგია თუ ცუდია, მაგრამ საპატიებელი და ასე შემდეგ უამრავი ვარიაცია არსებობს. მორალურ, პოლიტიკური ასპექტი გავიარეთ. რაც შეეხება სამართლებრივ ამაზე მოგახსენეთ, სოფლიოში პრეცედენტები არ ფიქსირდება, ცემის გამო თუ სხეულის რაიმე განსაკუთრებული დაზიანება არ მიიღო ადამიანმა, რომ პასუხისმგებლობაში მიცემული იყოს პარლამენტის წევრი ურთიერთდაპირისპირების დროს განსაკუთრებით. ჩემ ინციდენტშიც კი ინციდენტს ვარქმევ სპეციალურად. პასუხისმგებლობაში არც გვიფიქრია რომ მიგვეცა თავდამსხმელი პირი. არც გვიფიქრია და ახლა ამ შემთხვევაში შეიძლება იგივე შეადარეთ ეს ორი რაღაც ერთმანეთს. უხერხული სალაპარაკოა ჩემთვის. ამ ამბავზე საერთოდ კითხვები თავიდან მე გკითხეთ, შეგეძლოთ თუ არა შეგეჩერებინათ. და შემდეგ იმიტომ გესაუბრებით ამ თემაზე, რომ თქვენი პასუხი რომ სამწუხაროა და მსოფლიოში ასე ხდება და გამოძიება არსად იწყება, ეს ხომ არ ათამამებს დეპუტატებს, რომლებსაც იცავთ მანდატი და იმუნიტეტი და ათამამებთ თქვენ. აი თქვათ ათამამებს, რა უნდა ვქნათ? ლაშა ტალახაძეზე რომ ამბობ გიგა ფარულავას სუდად ვილაპარაკოთ. თქვენ ლოგიკაშიც კი ჩავждები. რომ ათამამებთ სოფლიო პრაქტიკას რას უშუალოდ? რაზე იყო ლაშა ტალახაძის პასუხი? გიგა ფარულავა მას შეაგინა თუ რა მოხდა? ანუ რა მაინტერესებს ის? არა, ამაზე მიპასუხეთ. ლაშა ტალახაძემ რას უპასუხა იმ მომენტში? ერთ წამი გაჩერდით ახლა დაწმარებით და გპასუხობთ. ლაშა ტალახაძის და სხვა ყველა დეპუტატის პასუხი იყო დედის გინებაზე, საკუთარი თანაგუნდელების გუნდის მიმართ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. დარტყმაზე, ხელის მოქნევაზე, მცდელობაზე, რომ ფიზიკურად ისინი ყოფილიყო დომინაციაში. იცით რა მაინტერესებს? ესეც შეიძლება კანონის, აი გარეთაც რომ მოხდეს ჩხუბი, გარეთაც ქუჩაში, რომელსაც არანაირი სამართლებრივი პრაქტიკა ლოიალური არ ვრცელდება. გვერდით რომ თანაგუნდელი მეგობარი ამხანაგ და ასე შემდეგ მედგეს. მას თუ ხელს დაარტყავენ. ეს არ არის ქუჩური მიდგომა. მაინტერესებს მორალურად. მე უნდა ვიდგე
და უნდა დავაცადო, აი თუ ვერ დაჩაგრა, მე რაღაცას ვიმოქმედებ. თუ დაჩაგრა, მაშინ სხვანაირად ვიმოქმედებ. აი ეს თანაგუნდელზე თავდასხმა ყოველთვის მთავრდება თანაგუნდელის მიერ ხარდაჭერით. ეს ეხა მე ფორმა გაუმართლებელი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, მაგრამ სამწუხაროა შეიძლება და დავარქვათ ასე, ვიღებთ ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მორალურ პასუხისმგებლობას საზოგადოებამ გადაწყვიტოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. თქვენ რომ ლაპარაკობთ რომ გამოძიება არ დაწყებულა და პასუხისმგებლობაში არავინ არ მიცემული, ეს არის სპეკულაცია. ვიღაც არ მithქვამს გამოძიებაზე. პირადად შეიძლება არ გითქვამთ ტელევიზიაზე საუბრობთ. როდესაც თქვენი ტელევიზია საუბრობს თვითონ გახარიას პარტია. ტელევიზია საუბრობს იმაზე, გადაცემებში, საავტორო გადაცემებში და შემდეგ ყოფილა მე არ მინახავს არც ერთი, მაგრამ ასე მიყვებიან და ასე იქნება დარწმუნებული ვარ. არ არის ამისი პრაქტიკა და აქ შემოდის აუცილებლად უნდა იცოდეთ იმუნიტეტის ფაქტორი. იმუნიტეტის ფაქტორი. პარლამენტარის იმუნიტეტის ფაქტორი და როგორც ჩანს 10 წლეულების წინ ამ იმუნიტეტის გამო შეიკავა გამოძიების დაწყებისგანაც და საქმის აღზრდისგანაც კი სამართალდამცავმა სტრუქტურებმა თავი უცხოეთის ქვეყნებში, მათ შორის დემოკრატიის ისტორია ჩვენზე დიდი რომ აქვს. გამოძიების დაწყება შესაძლებელია იმუნიტეტი არ ვრცელდება მასზე, ეს უბრალოდ არა, ამ პრაქტიკას ასაშობთ, როგორ გადავჭრათ? პრაქტიკა ხომ სოფლიო პრაქტიკას მიუყვეთ კი ბატონო. უბრალოდ აქ თქვენ როცა ამბობთ რომ თანაგუნდელს როცა აგინებენ იმაზე პასუხი აუცილებლად ასეთი შეტევაა, თქვენ თუ ამას ამბობთ რომ ეს მორალურადაც გამართლებულია, დეპუტატებს შეეძლოთ გაეშველებინათ, არა თუ შეიძლება გაცადეთ და შეეძლოთ დეპუტატებს გაეშველებინათ და არა ისე როგორც მოიქცა ლაშა ტალახაძე ან არჩილ გორდულაძე. არა, როცა თქვენ ამბობთ რომ ეს ბუნებრივი იქცევა ვიღაცა შეუძლია დედის მოიწმინოს და ვიღაცას არ შევა არჩილ გორდულაძე როგორ მოიქცა რას ნიშნავს ლაშა ტალახაძე და ხელაძე და სხვებს რო აგინებდნენ დედას რატო დაარტყა ხელიო მეკითხები და რა ვიცი ასე ხდება ხოლმე ვიღაცა ურწყავს ხელს ვიღაცა არ ურწყავს ასე ხდება და იღებს ამაზე პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში პოლიტიკურ მორალურ პასუხისმგებლობას იღებს ყველა მეც ვიზიარებ მათ პასუხისმგებლობას ჩემი მეგობრები არიან ხო არ გიმალავთ ჩემი ძალიან ახლო მეგობრები არიან ვინც იმ სამწუხარო ინციდენტში მონაწილეობდა ვიცი თქვენ ეს ძალიან კარგად ოდიშ დავასრულებ ვიღებ მეც მეგობრულადაც, მორალურადაც, პოლიტიკურადაც, გუნდურადაც, ყველა პასუხისმგებლობას, პოლიტიკურს, მორალურს და ასე შემდეგ, რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვერ დადგება გულით რო გინდოდეთ. იმიტომ ვერ დადგება, რომ საერთაშორისო პრაქტიკაა დამკვიდრებული და არც ის სისულელია ოდნავ რელევანტური, რაც განცხადებაში დაწერეს სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებითო, ესე იგი ამით ისინი წერენ, რომ დედის გინება და ხელების ქნება და მუშტების ქნება არის სამსახურებრივი მოვალეობა მისი. და დედა რო შეაგინეს არჩილ გორდულაძეს ხელი რატომ დაარტყავდა? ეხლა რა პასუხი გაგვცეთ ამაზე? შეაგინეს დედა, ამან ხელი დაარტყა. ასე მოხდა და ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ერთი კითხვა დამრჩათ, მადლობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ალგორითმ ვოჩის გამოძიებას. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახის ამომცნობის სპეციალური სისტემის დანერგვის შესახებ. მოკლედ სახის ამომცნობი კამერები არის შესყიდული კომპანიისგან, რომელიც დაფუძნებულია მოსკოვში, რასაც აქვს კავშირი FSB-სთან. საიას თქმით, ქართული ოცნება პროტესტის წინააღმდეგ 2024 წელს იყენებდა აქტიურად ასეთ სათვალთვალო ტექნოლოგიებს და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ არის მიმართული. ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიაწოდოს თუ არა ინფორმაცია, რა სათვალთვალო კამერებს იყენებს სახის ამოსაცნობად. უწყება და უნდა იცოდეს თუ არა საზოგადოებამ რატომ ყიდულობთ კომპანიისგან რომელიც შეიძლება იყოს FSB-სთან კავშირში ეს არის ალგორითმ ვოჩის გამოძიება ეს თქვენგან მესმის პირველად რამდენად ახლოს არის რეალობასთან ამას ძალიან ახლო მომავალი გვაჩვენებს ეს ერთი და აი გულწრფელად შეიძლება ცოტა ზედმეტიც იყოს ახლა ჩემგან მაგრამ მაინც უნდა თქვა რაც გავიფიქრე ღრმა სიბერეს გისურვებთ და ჯანმრთელობა ძალიან დიდი ხნის სიცოცხლეს და აი გისურვებთ რომ სიბერეში FSB გითვალთვალებთ რაღაცებს აკეთებს ეს შიშები არ დაგეუფლოთ ახლა არ გეუბნებით თქვენ ისეთ რაღაცას გიკეთებენ თქვენი შემკვეთები რომ ღრმა სიბერეში გისურვებთ რომ არ დაგესიზნოთ ყოველღამე FSB რომ გითვალთვალებთ ვიღაცა სახეზე გცნობთ ამომცნობი კამერებით FSB აგზავნის თბილისში აი ეს სიგიჟეები არ დაგესიზნოთ ამას გისურვებთ აი ამ კითხვის პასუხი ჩემი ეს იქნება
დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, მაგრამ პასუხი სხვა პასუხი აი ეს მაინტერესებდა. პასუხი მაქვს. სხვა პასუხი თქვენაც გაინტერესებდა, მე ეს პასუხი არ მაქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრო რა ტექნიკას იყენებს? აი დეტალურად არ არის თქვენთვის დეტალურად გავარკვევ და შემდეგ ბრიფინგზე რომ დავდგები, რაც მე ცოდნიმა ყველაფერს გეტყვით. იმიტომ რომ თუ სათქმელი იქნება გეტყვით. თუ საიდუმლო იქნება არ გეტყვით და როცა პროტესტის დროს ხდებოდა იგი რუსული იქნება, თქვენ ტელევიზიაში ყველაფერი რუსული იქნება ჩვენ. რატომ ხდება რა სათვალთვალო კამერებს იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო? ბატონო მამუკა. გაგეცით უკვე პასუხი. ვცდილობ რომ კითხვა დაგისვათ და ნახეთ. უკვე დამისვით ეს კითხვა, კი არ ცდილობთ, უკვე დამისვით, ჩემდგარი ფაქტია. და არ დაინტერესებულ ხართ მანამდე. არ პირველად მესმის თქვენ და ეს როგორ ალგორითმებში დაინტერესებული რაღაცას იძიებს, მაგრამ მანამდეც ხომ იყო საუბარი რომ საპროტესტო აქციებზე სახის ამომცნობი რუსული კამერები იყო. გამოყენება ხდება და არა მხოლოდ რუსულზე არ მაქვს ეს ის პერიოდი იქნებოდა თუთიყუშო ბუბული გაცვლა და კამიტის ცოტა სერიოზულად თუ შეიძლება ცოტა სერიოზულად როგორ გიპასუხოთ რუსული კამერა რუსული ინფორმაციაზე და არა რუსულზე არ გესაუბრებით ახლა ნახეთ პერსონალური ინფორმაციის დაცვის რისკებზე სახის ამომცნობ კამერების გამოყენებაში სწორედ ამასაც ხედავენ. სახის ამომცნობი კამერების გამოყენებაა პრობლემა? სათვალთვალო კამერები, რომელიც არის სახის ამომცნობი კამერა. დანაშაული პრევენციის მიზნით რუსთავის და ცენტრალურ ბუნებაში კი არა, მთელ ქვეყანაში შევეცდებით რომ დავაყენოთ წლების განმავლობაში. ასეთი კამერების გამოყენება მათი მახასიათებლების შესახებ საკმარისი ინფორმაციის არარსებობის და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიების ნაკლებობის პირობებში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ცალსახად პროტესტის ჩახშობას თბილისის ცენტრალურ ბუნებაში მთელ ქვეყანაში შევეცდებით რომ დავაყენოთ სახის ამომცნობი კამერები. მთელი მსოფლიო ასე მოქმედებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ანტიტერორისტული მიზნებიდან გამომდინარე, მათ შორის დანაშაულის პრევენციის პირატიზმის მიზნებიდან გამომდინარე საჯარო სივრცეში შევეცდებით რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაყენოთ არა მხოლოდ ცენტრალურ ბუნებში ეხლა რაზე ვლაპარაკობ. მოიკითხავთ რატომ ყიდულობს ამ კამერებს უწყება იმ კომპანიისგან მოსკოვში რომელიც შეიძლება FSB-სთან მოსკოვში ყიდულობს ეს დიდი სისულელე მგონია ჯერ ერთი არანაირი მოსკოვის შესყიდვა ყველა შესყიდვა სხვათა შორის რაც ამ თანამდებობაზე ვარ ხელს ვაწერ. ჩემი თანხმობის გარშე არც ერთი შესყიდვა არ გასულა. არა თუ მოსკოვი და არა თუ რუსეთის რომელიმე ქალაქი, რუსეთთან დაკავშირებული რომელიმე ადგილიდან არანაირი შესყიდვა ჩემთან არ შემოსულა ხელმოსაწერად. და სულხან თამაზაშვილი ჩუმად არ იყიდის ახლა მოსკოვიდან რაღაცა კამერებს. გამორიცხული ამბავია და ამიტომ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ნუ გელანდება და გეჩვენებათ ყველგან რუსეთი. სიბერეში კეთილი სურვილებით. თქვენ არა ხანს აიგონებს და ხანს ხვები მე თქვენ რომ გაამყაროთ ეს მოგონებები. გამარჯობა, ლევან მოწნავა ტელეკომპანია პოსტი. ნაციონალურ მოძრაობას მიუბრუნდები, პარტია აპირებს რომ შექმნას აპლიკაცია, სადაც დარეგისტრირდებიან პარტიის წევრები და გადაიხდიან საწეროს. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შიდა პარტიული საკითხების გადაწყვეტაში დაიხმარებათ ეს აპლიკაცია და ერთმანეთთან კოორდინაციაში. როგორ შეაფასებთ მათ ამ გადაწყვეტილებას? გამჭვირვალობის კანონმა შეუზღუდა ფინანსებზე წვდომა აგენტურას, რომელიც ცდილობს, როგორც ჩანს დღეს, რომ მათ მიერ მოტყუებული ხალხისგან ნაწილობრივ მაინც დაიკომპენსიროს ეს დანაკლისი. და მეორე კითხვას დაგისვამთ, ხშირია ბოლო დროს ბრალდებები ოზურგეთში გაუმართავ გზებსა და ინფრასტრუქტურაზე. ამ კუთხით ხომ არ იგეგმება რაიმე ოზურგეთში გაუმართავი გზები და ინფრასტრუქტურა, ამ კუთხით ხომ არ იგეგმება რაიმე ქმედითი ნაბიჯები. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს თემაც ძალიან დეტალურად ვიცი. ოზურგეთში სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც ძალიან რბილად რომ ვთქვათ, თლად კეთილსინდისიერად თავის მოვლებას არ ასრულებს. ამ კომპანიის მიმართ სხვა ადგილზე ჩატარებულ სამუშაოების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება. წინა დღეებში დაიწყო როგორც ვიცი და თუ არ ვცდები და რაც არ უნდა შეაყოვნოს თავის ვალდებულების შესრულება. მე მგონია რომ მოუწევს ნებისმიერ ამ ჩინურ კომპანიასაც და სხვა კომპანიასაც ნებისმიერს თავისი ვალდებულების პირნათლად შესრულება. სამწუხაროდ საქართველოში მოქმედი კომპანიები რა თქმა უნდა ყოველას არ ეხება, ნაწილი მათი ძალიან შეეჩვია ბოლო წლების განმავლობაში იმას რომ ჯერონათ არ შეასრულებდნენ საკუთარ ვალდებულებებს და შემდეგ ეს შერჩებოდათ ხოლმე და მე ვაძლევ გარანტიას ყველას რომ არავის შერჩება არაჯერონათ და მით უმეტეს და განსაკუთრებით დანაშაულებრივად შესრულებული ვალდებულებები. თუ აკეთებ საქმეს კეთილინები და გააკეთე ისე, რომ ხარისხზე მე მოსახლეობამ ვერ იწუწუნოს და სათქმელი არ კონდეს არც ხელისუფლებასთან, არც კომპანიასთან და არც საკუთარი დისკომფორტის ფასად უნდა გადაადგილდებოდეს საკუთარ
სახლებთან თუ საკუთარ რეგიონებში თუ საკუთარ ქალაქებში. ამიტომ ყველას მოუწევს თავის ვალდებულების შესრულება, ამას უზრუნველყოფთ ნელ-ნელა ჩვენ. დიდი მადლობა. უსმენდით მამუკა მდინარაძეს.